ქართული ფოლადი კვლავ ჩამოისხმება რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში. არმატურის წარმოების პროცესის აღდგენა დაიწყო სააქციო საზოგადოება ქართული ფოლადის მიერ შეძენილი 2 ფოლადსადნობი ელექტროინდუქციური ღუმელი წელიწადში 140,000 ტონა ფოლადს გადაამუშავებს. ქარხანაში თავდაპირველად 250 ადამიანი დასაქმდება. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ქართული ფოლადი კვლავ ჩამოისხმება. რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ 2 ფოლადსადნობი ელექტროინდუქციული ღუმელი უკვე შეიძინა, რომელთაგანაც თითოეული საათში 12 ტონის წარმატების საშუალებას შექმნის. მომზადდება 15 ტონიანი უწყვეტი ჩამოსხმის ხაზის ფუნდამენტიც, რომელსაც საფუძველი დღეს სააქციო საზოგადოება ქართული ფოლადის მფლობელმა მხარის გუბერნატორთან და ყველაზე ხანდაზმულ მეტალურგთან ერთად ჩაუყარა. ქალაქი რუსთავი ისევ აღორძინდეს ესეთი სიძლიერით როგორც იყო ერთ დროს, მეორედ დაიბადა რუსთავი დღეს და 4 თვეში იგი უკვე დაიწყებს პატარა ბავშვით ჩოჩვას და მერე გაიქცევა წინ. რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ ფუნქციონირება 90-იან წლებში შეწყვიტა. მოძულებულმა და მწყობრიდან გამოსულმა ტექნიკამ კი არმატურის წარმოების შესაძლებლობა შეზღუდა. სააქციო საზოგადოება ქართული ფოლადის მიერ შეძენილი თანამედროვე აღჭურვილების საშუალებით კი უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩამოსხმულ ფოლადს საქართველო პირველად მიიღებს. ჩვენ ვაწარმოებთ გაშვების შემდეგ 140,000 ტონას ფოლადს, რომელიც იქნება აბსოლუტურად კონკურენტული ბოლოს პროდუქტი armatura. ჩვენი armatura არის ევროპის სტანდარტი. ეს არის ის, რომლითაც შეგვიძლია ჩვენ უმაღლესი ხარისხის ფოლადი ვაწარმოოთ და პროდუქცია ჩვენ არც მასში გვიჭირდა, ახლა მით უმეტეს გაცილებით უფრო ტექნოლოგიურია ჩვენი მოწყობილობა და გაცილებით უფრო უკეთეს შედეგს მივიღებთ. ქართულ ფოლადში თავდაპირველად 250 ადამიანი დასაქმდება, თუმცა ქარხნის ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს, რომ პერსონალი კიდევ გაიზარდოს. თვითონ მშენებლობის პროცესში დასაქმდება 300-მდე ადამიანი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ეგრე, ხოლო როდესაც პროდუქცია უკვე დაიწყებს გამოშვებას, უამრავი ათასობით ადამიანი დასაქმდება. ქარხანა მუშაობის აქტიურ რეჟიმში უკვე გადავიდა, თუმცა 20 მილიონი დოლარის ინვესტიციის შედეგს ქვეყანა 4 თვის შემდეგ იხილავს. ქართული ფოლადის ხელმძღვანელობის გათვლებით ქარხანა წელიწადში 140 ტონა არმატურის წარმოებას შეძლებს. ამიტომ გამორიცხული არ არის ეკონომიკური კრიზისის დასრულების შემდეგ ქვეყანამ ფოლადის ექსპორტიც დაიწყოს.